ვერ მოვიჩვენე ესა. ამდენი წელებია უკვე, რომ ესე აი ამ წევრში ვარ. 99 წლის პენსიონერმა შვილის მკვლელობის ეს აღიარებითი ჩვენება სამართალდამცველებს გორის პოლიციის განყოფილებაში მისცა. გამომძიებლებს პენსიონერი უხსნის რამ აქცია მკვლელად. ირკვევა, რომ მოხუცი ძალადობის მსხვერპლი წლების განმავლობაში იყო. 53 წლის ვაჟი კარლო მეგრელიშვილს ყოველდღე ან აგინებდა, ან ურტყამდა და ქუჩაში აგდებდა. პენსიონერი პოლიციას უყვება, რომ საბედისწერო დღეს სახლში დაბრუნებულმა შვილმა ისევ გინება დაუწყო. ამის გამო მოხუცმა შვილს დანა 30 ჯერ ჩაარტყა. განერვებული შემოვიდა და სულ განერვებულია, არანიშნა ფული რო არა აქვს კაცსა. და ხმამაღალი გინებითა და იმითი ესე იგი შემოიხედა და დამენახა რომ ვიწიქი. და გინება და უშველი სიტყვებითა და ამბები. 99 წლის მამამ გიორგი მეგრელიშვილი სასიკვდილოდ ამ საცხოვრებელ სახლში 31 იანვარს გაიმეტა. ფარულ ჩანაწერში, რომელიც პოლიციის განყოფილებაშია გაკეთებული, მოხუცი ყვება, რომ მისი ვაჟი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და ამის გამო წლების განმავლობაში ჯოჯოხეთში უწევდა ცხოვრება. ხშირად ზამთრის ყინვაში პენსიონერი ქუჩაში რჩებოდა. იმანო კიდე ხმამაღლა აიმაღლა, შემავიწყდა, მეუთხარი ამას აღარ გაკეთეთ მეთქი და პულის დამას დაგავიდა ხელი. და ბეჭებში რა არის? 4 ჯერ ჩავარ. ეს დამაარველოდა, თუ ამდენს გავბედავდი. და გავიდოდი. აღიარებით ჩვენებაში 99 წლის პენსიონერმა შვილის მკვლელობა გამომძიებლებს დეტალურად აღუწერა. თქვა, რომ მას დაზიანება ჯერ ხორცის საჭრელი დანით ზურგში მოულოდნელად მიაყენა. დაჭრილი შვილი მამას წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა კარლო მეგრელიშვილმა მას ამ დროს კიდევ ერთი დანით ათობით ჭრილობა მიაყენა. დიდი დანა მქონდა. პრობლემის ძვლის საჭეხიდან ზარეული კაცი ვარ და მჭირდება ის დანაი. და მქონდა და გავიტანე ის დანაი. ეს დანა რო დაინახა შეეშინდა სავითა. და შევატყე რომ შეეშინდა მართლა. და ხარში ჩავატყე ეს დანა. გიორგი ჩავატყით თუ გახსოვთ? ერთხელ ჩავატყე ბეჭი. და ამ დროს შემოვიდა ესია, ტერორს იწყობს მეთქი ამბავი რამე. და ამან კიდე ერთჯერ შემაგინა კიდე. და შემაგინა და იქ პულის საჭიროების დანა ეგდო მაგიდაზე. და ის დანა ავიღე და არ ვიცი, 5 ჯერ ჩავატყი ზურგში. რა მოხდა მკვლელობის დღეს მეგრელიშვილების სახლში არავინ იცის. მამაშვილი ამ სახლში 9 წლის ბავშვთან ერთად ცხოვრობდა. არასრულწლოვანი ემიგრაციაში წასულმა დედამ გასაზრდელად მოკლულს და მკვლელობაში ბრალდებულ ბაბუას დაუტოვა. ტრაგედიის დროს ბავშვი მეზობელთან იყო. ის დანაშაულის თვითმხილველი არ გამხდარა. ამიტომ მკვლელობის საკუთარი ვერსია საგამოძიებო უწყებას დაკავებულმა პენსიონერმა მოუყვა. მკვლელობის დღეს სახლში ვიყავი. დილით 10 საათზე ეზოში გავედი. აღარ მინდოდა სახლში მისვლა, რადგან ჩემი შვილი სახლში ნასვამი და აგრესიული იყო. ჩემი შვილიშვილიც ამ დროს ეზოში იმყოფებოდა. ძალიან რომ შემცივდა დაახლოებით 16 საათზე სახლში დავბრუნდი. ჩემი შვილის საკვებს ამზადებდა. ჩემს დანახვაზე იგი გახდა აგრესიული და დამიწყო გინება. მეუბნებოდა თუ რატომ არ იყო სახლში მომზადებული საჭმელი. მე ხმას არ ვცემდი, მაგრამ ის გინებას და ჩემს შეურაცხყოფას აგზელებდა. მე წავედი ჩემს საძინებელ ოთახში და ის შემოვიდა. დამიწყო ისევ გინება და შეურაცხყოფა, რასაც მკვლელობა მოჰყვა. მკვლელობამდე 5 დღით ადრე მამაშვილს შორის კიდევ ერთი კონფლიქტი მოხდა. 99 წლის კაცს ვაჟმა თავი გაუტეხა. სწორედ თავის არეში მიყენებულ დაზიანებებს უჩვენებდა მოსამართლეს პროცესზე კარლო მეგრელიშვილი. აი თავზე გაჩვენეთ დაზიანებები. ეს ამას ხედავ, ეს ორი კვირისა. და ეს იყო აი ამ წელს რაც დაიწყო ახალი წელი, სულ ესეთ შემოწყებაში ვიყავ. ესენი მარტახა ტრაგედია. თუ ესე დაგკებონა ხოლმე, ისევები იაკაზე. აი კლავებზე და ცეკებზე და ყალზე ხტუნაო. 99 წლის კაცი, რომ შვილის ძალადობის მსხვერპლი წლების განმავლობაში იყო, ეს მისმა მეზობლებმაც დაადასტურეს. გამოძიებისთვის მიცემ უჩვენებაში ადგილობრივების ნაწილი არ უარყოფს, რომ გიორგი მეგრელიშვილი ბოლო დროს ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, რაც მამაშვილს შორის ხშირი კონფლიქტის მიზეზი ხდებოდა.
გიორგი უმუშევარი იყო და ხშირად სვამდა. პერიოდულად მესმოდა ხოლმე, რომ მას მამასთან კონფლიქტი ჰქონდა. მიზეზი მისი ხშირი სიმთვრალე იყო, რაც მამამისს არ მოსწონდა. იყო შემთხვევები, როდესაც ერთმანეთის ცემაც უცდიათ, რასაც პირადადაც შევსწრები ვარ. დამიწყნარებია ისინი და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე აღარ მისულა. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული საქმის მასალებით გინდება, რომ სახლში, სადაც არასრულწლოვანი ბაბუასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა, არასათანადო გარემო იყო. თუმცა ეს ადგილობრივებისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. მეზობლებმა რეაგირების გარეშე დატოვეს პენსიონერზე ძალადობის ფაქტებიც. დღეს კი ამბობენ, რომ არაფერი იცოდნენ. ისე განვიცდი რომ ვერ აგეცეთ ის მოხუცი კაცი რა ძალიან კარგი პიროვნება არ ვიცი როგორ მოვიდა და როცა მამაკაცები არიან მარტო სახლში ხო იცით ყველაფერი ხდება იცით რა მაინტერესებს თუ ასეთი ძალადობის მსხვერპლი იყო ხანდაზმული მამაკაცი აი ამ ხელა კორპუსია პოლიციას რატომ არავინ არ მიმართა არ ვიცი მე მაღლა ვცხოვრობ მე არ გამიგია არ ვიცი მაგრამ შორიდან არ ქონდა ცუდი ურთიერთობა ძალიან კბილი კარგი ადამიანი იყო და არ გამიგია მან სასამართლო პროცესზე განაცხადა რომ ის იყო სისტემატიური ძალადობის მსხვერპლი შვილის მხრიდან რა მეგსმენიათ მსგავსი არასოდეს არ ვიცი მე არც არასვამობ არც მე არ გამიგია ხმაურიც არ გაგიგიათ ეხლა ჭორის დონეზე თუ რაღაცას გავიგებ ხუჩიდან მე რაც საფუძველი მაქვს რომ უბრალოდ დაზიანებ პოლიციაში რატომ არ დარეკა არა აი ეგ ნამდვილად არ ვიცი ნამდვილად უნდა დაერეკათ თუ ვიღაცამ გაიგო შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდანაცილება და ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება. ფაქტია, რომ მეგრელიშვილების ოჯახში წლების განმავლობაში პენსიონერის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ იცოდა ყველამ, თუმცა სამართალდამცველების ჩარევა საჭიროდ არავინ ჩათვალა. არავინ იფიქრა 9 წლის ბავშვზეც, რომელიც აგრესიულ გარემოში იზრდებოდა და არც სოციმუშაკებს მიმართა ვინმე. მეზობლების ნაწილს ახლა საუბარი არ სურს. ნაწილი კი დღესაც აცხადებს, რომ სხვის საქმეში ვერ ჩაერეოდნენ. ქონდათ თუ არა ინფორმაცია ცემდა ამ კაცს შვილი? არანაირი ინფორმაცია არა. როგორი რომც კონდეს სიმართლე რო გითხრათ, არ გეტყვი არა. რატო არ იმიტომ რომ აი პირადად თქვენ ტელევიზიას ვაფშე არაფერს არ უკაცრავად თქვენ დანაშაულს ფარავდა ყველა მეზობელი ազადობის მსხვერპლი და ჩვენებებში საუბრობთ ამის შესახებ. პოლიციას რატო არ დაურეკეთ? უკაცრავად სავარაუდოდ ძალადობის შესახებ საგამოძიებო უწყებისთვის არც 89 წლის პენსიონერს მიუმართავს. რატომ ეს მან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა? როდესაც ჩემი შვილი მცემდა ის რაიმე საგანს არ იყენებდა. ძირითადად ხელით და წიხლებით მირტყამდა. მე არ განმიცხადებია მომხდარი ფაქტების შესახებ არასდროს პოლიციაში, ვინაიდან არ მინდოდა ჩემ შვილს რაიმე პრობლემა შექმნოდა და ამის გამო ყოველთვის თავს ვიკავებდი. სახლი, სადაც უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, ახლა 9 წლის არასრულწლოვანი ძმასთან ერთად ცხოვრობს. თუმცა ოჯახს მედიასთან საუბარი არ სურს. ბატონ გიორგი, შეგიძლიათ მითხრათ, იყო თუ არა ძალადობის მსხვერპლი ბაბუა თქვენი? 89 წლის კარლო მეგრელიშვილი ახლა ციხეშია. მისი ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ის უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. უფლებადამცველი ირწმუნება, რომ მამაკაცმა საკუთარი შვილი აფექტის მდგომარეობაში მოკლო.